მართველი კაცი მოდელი ცოტა ხნის წინ ძალიან რთული წარმოსადგენი იქნებოდა. დღეს უკვე არსებობენ ბიჭები, რომლებიც არა მხოლოდ დაინტერესებულნი არიან მოდით, არამედ აქტიურად მუშაობენ ამ სფეროში. ძირითადად სააგენტოებში არიან დაკავებულები, მაგრამ ერთეულები დამოუკიდებლადაც მოქმედებენ. როცა საქართველოში არ არის აწყობილი ქვეყანა და რაღაც აბაზრო ეკონომიკის პონჩი აბრალებენ ხოლმე რაღაც ვერ გივლიან. აქედან გამომდინარე მირჩევნი ისევ ჩემ თვითონ მოვარო და ხელზე ავიღო ის რაც მეკუთვნის სიტყვაზე ვიძახით და პირადად ის ადამიანი მე თვითონ არ დავწყვიტო გულით, იმიტომ რომ ბევრჯერ არის ხოლმე რომ სააგენტოში რომ მიდიხარ დამკვეთი და როცა ვიღაცას ქირავ, ბევრჯერ შეიძლება გული დასწყდეს, იმიტომ რომ შენ ტიპაში ჯდები, აი უნდი ხარო, აი ეს მინდა, მაგრამ უცებ სააგენტო ჩაერევა ხოლმე როგორც რომ იცით რა ეს ღირს ძალიან ძვირი. ამასობაში მე შეიძლება ვაფშე არ ვიცოდე რა მოლაპარაკებაზე არ და მე მინდოდეს გადაღება. აქედან გამომდინარე დამოუკიდებლად პირდაპირ ვესაუბრები ხოლმე და პირდაპირ ვაგვარებ ხოლმე როგორ და რა. ერთი შეხედვით მოდელ ბიჭებზე მოთხოვნა არ არსებობს და ამაზე თვითონაც ხშირად წუწუნებენ. თუმცა სხვა თუ არაფერი ეს პროფესია ყოველთვის კარგ ფორმაში ყოფნის საშუალებას მაინც აძლევთ. ამბოლოს რაღაცა თითები მოვლილი და რაღაცა ნუ ესეთ ტიპაჟები გაჩნდა რაღაცა სიამოვნო თავს. ნუ მე სიამოვნოს მართლა კარგია და ცუდი არის, მაგრამ ნუ ხა ჰიგიენურად რაც თქმა უნდა დაცული უნდა იყო, ყოველთვის თავს უნდა აუვლიდე და რაღაცა, მაგრამ აი ზედმეტად სარკეში ჩახედვა, ანუ რაღაცა მოვლა და რაღაც. ახლა მე მაგალითად მირჩევნი აი ჩემი ნამუშევარი ხელით, მაგალითად თამამად გავიდე მეზობელს რაღაც ლურსმენი მიუჭედო, ან ნატურა გამოუცვალო გემრიელად. ვიდრე უცებ რომ თხოვოს მეზობელმა და იცით რა დღეს გავიკეთე და აი ბოდიში აი ეს უკვე ცოტა არ ის რაღაც. ლაშას შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა. მასთან დიზაინერებისა და ფოტოგრაფების გარდა მხატვრებიც მუშაობენ. მოთხოვნას არც ზურა უჩივის, მაგრამ ერთი სურვილი მაინც აქვს. მინდა რომ იყოს ისეთი ნორმალური ცხოვრება და ნორმალურად იცხოვროს ადამიანმა საქართველოში, რომ მართლა თავისი ხელფასით შეინახოს თავის თავი, თავის ოჯახით და თვითონაც გაყოფილი დარჩეს, მაგრამ ას არ ვიცი ეს როგორ გამოსწორების გზაზე როდის დავდგებით და როდის იქნება ეს ყველაფერი ჯერჯერობით არ ვიცით. მოემზადე? მაკიაჟი ფოტოსესიები ცნობილან უცნობ ფოტოგრაფებთან. სხვადასხვა დიზაინერების ჩვენებები, მოდელების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ არა საქართველოში. ალბათ ამიტომაცაა, რომ ზურას ერთ-ერთ ტელევიზიაში სპორტული განყოფილების წამყვანად უწევს მუშაობა. სამოდელო ბიზნესი ბიჭებისთვის აქ არის ნოლის ტოლფასი, იმიტომ არ არის ის ტანსაცმელი, დაუშვათ არ უყავს, ხო, რომ შეკერონ და რაღაც ბიჭებმა ეს ტანსაცმელი დაუშვათ ჩაიცვან და აჩვენონ ვინმეს მაყურებელს, ხო? ნუ ზოგიერთისთვის მიუღებელია ბიჭისთვის მიჭი მოდელი და რაღაცა და რა ვიცი ისე აგიქვავს რომ ზოგს უტყდება ამ რაღაცის რა. როგორი ბიჭი შეიძლება მოეწონოს თანამედროვე გოგოს? ახალგაზრდა ბიზნესმენი, ცნობილი სახე, სპორტული აღნაგობის. ეს სტანდარტული ჩამონათვალიდან მხოლოდ ნაწილია. გაგიკვირდებათ, მაგრამ ხანდახან მოდელები ვერც ერთ კატეგორიაში ხვდებიან. ნუ ერთადერთი გოგო, რომელიც მხარში დაგვიდგა ბიჭებს ვინც ვიჯექით. და თქვა, აი დავუშვათო ბრედ პიტსო, ხო? ცოლად არ გაყვებოდა, ან ბრედ პიტს გავყვებოდი, მაინც და მაინც ქართველი არ უნდა იყოსო, რომ გაყვე ცოლათო, ესე იგი ქართველმა რა დააშავა, რახან მოდელი და ქართველი არისო. ნუ ახლა ქართველებს ოდითგანვე მოდის ეგეთი წესი შეიძლება, რომ აი არ უნდა იყო მოდელი და რაღაც. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთში არეული და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არსებული პირობებიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია.
ან შეიძლება ეს იმის ბრალიცაა, რომ საქმეს, რომელსაც ხელს ვკიდებთ, ბოლომდე სერიოზულად არ ვეკიდებით. ასეთ მდგომარეობაში ალბათ არც უნდა გაგვიკვირდეს მოდელის რეაქცია კითხვაზე. იკეთებს თუ არა მაგალითად მანიკურს. შენ თუ გინდა ველოსიპედიდან გადმოვიდე ახლა, მანიკურს არ ვიკეთებ. სალონში დავდივართ თმებს ვიჭრი. თმების გასწორება, წარბების გაკორტნა და იგივე რაღაცები ჩემგან შორს არის.